ერთია რატომ აკეთებს ამას ივანიშვილი, მაგრამ მეორეა და ძალიან სწორი აქცენტით არის შეკითხვა დასმული საზოგადოება კიდევ ერთხელ ერთიან სურათში დაინახოს, რის აღიარებას აკეთებს ფაქტობრივად ივანიშვილის რეჟიმში. რეჟიმი თავშივე მინდა აღვნიშნო, რომ ის კორუფციული ფაქტები, რომელიც ადასტურებს, რომ სახელმწიფო მმართველობის ყველა სფერო იყო ტოტალურად კორუმპირებული, ეს იყო სახელმწიფო ქონების გასხვისება, ეს იყო სახელმწიფო ტენდერები, ეს იყო სახელმწიფო აუქციონები თუ ნებართვების თუ ლიცენზიების გაცემა და ასე შემდეგ, ყველა სფეროში კორუფციის ძალიან კაფიო მაგალითები წარმოგვიდგინეს, მაგრამ წარმოგვიდგინეს ყველა შემთხვევაში ძალიან მცირე მაგალითები. ანუ ისინი გვეუბნებიან, რომ ტოტალურად სისტემა იყო კორუმპირებული, მაგრამ რა თქმა უნდა სრულ სიღრმეს და სრულად ჩვენ აქედან ვერ დავინახავთ. ანუ ეს მინიმუმი, რასაც წარმოგვიდგენენ? ეს არის საკითხები, რომლებიც საკმარისია, რომ კონკრეტული ჩინოვნიკები გაუშვან ციხეში, მაგრამ ეს არ არის სრული სურათი, რა მასშტაბის კორუფციაში შეიძლება ყოფილიყო ისინი ჩაფლულები. ხო, აი მაგალითად ავიღოთ იგივე თავდაცვის სამინისტრო, რომლის ყოველწლიური დაახლოებით შესყიდვების გეგმა თითქმის 9 მილიარდი ლარია და გვეუბნებიან, რომ მხოლოდ ერთი რაღაც სამედიცინო აპარატის შესყიდვაში ფაქტობრივად 1.7 მილიონ ლარის დარღვევა უპოვეს მინის ბურჭულაძეს და მეტი დარღვევა მინის არ ქონდა. ეს ხო უბრალოდ წარმოუდგენელია. ხო, იგივე ავიღოთ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის შემთხვევა, ხო, ანუ რამდენიმე ჰესში თუ რამდენიმე საკითხში აიღო ეგრეთ წოდებული ატკატი და ეს არ იცოდა ან მინისტრმა, ან პრემიერ-მინისტრმა, ან თქვა სხვა მიმართულებით, ხო, ჩვენ კარგად ვიცით, რომ განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში როგორ არის სახელმწიფო პირდაპირ ჩარეული, როგორ აზიანებს რეალურად საზოგადოებრივ ინტერესებს იქ, სადაც ეს ამას არ უნდა აკეთებდეს, ხო, როდესაც მაგალითად ინვესტორებს გაუუქმა ხელშეკრულებები აბსოლუტურად იგივე ენკასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ და ახლა ათეულობით მილიონი, ასეულობით მილიონი ლარის ჯარიმის გადახდა მოუწევს ბიუჯეტს ამის სანაცვლოდ. შემდგომ ამბობდნენ, რომ ამას სახელმწიფო აშენებდა, როგორ გაიცემა ჰესებზე ნებართვები 90% შემთხვევაში ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ პირებზე. ანუ ფაქტობრივად ვერ ნახავთ ჰეს, მათ შორის თავად ღარიბაშვილთან დაკავშირებული, მის ცოლის ძმასთან დაკავშირებულ კომპანიებზე, ვერ ნახავთ ენერგეტიკის სფეროში მსხვილ პროექტს, სადაც ქართული ოცნების წარმომადგენლის ინტერესი არ უნდა იკვეთებოდეს. ანუ რაღაცაერთო შევაჯამო პასუხი თქვენ კითხვაზე, ქართულმა ოცნებამ ალბათ ერთი იმის საფარქვეშ, რომ ცდილობენ საზოგადოებას უთხრან, რომ შეუძლიათ, რომ რაღაცით გაუმჯობესდნენ, შეუძლიათ რომ თითქოს კორუფციის გარეშე იარსებონ, აი ამ мотивაციით საზოგადოებას თავაზობენ ვითომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, სინამდვილეში გვაჩვენებენ და გვაჩეჩებენ მინიმალურ და უმცირეს მაგალითებს იმ კორუფციის, იმ უმძიმესი კორუფციის, რომელიც არსებობს და რომლის მაგალითებსაც შემდგომ მოვყვები, მაგალითად რაზეც რეაგირება მათ არ მოუხდენიათ და აი ამ ეგიდით ამ ადამიანების იმიტომ ხომ არა, რომ აი ამ ხალხის მიბმა შეიძლება სურდეთ რაღაც პოლიტიკურ ეგრეთ წოდებულ აი მაგალითად 4 ოქტომბრის ამბოხთან, ხო ჩვენ მოვისმინეთ ირაკლი კობახიძისგან არაერთი განცხადება ყოფილების შესახებ, როგორც კავშირში შესაძლოა ის გვიმტკიცებს, რომ ყოფილიყვნენ ისინი 4 ოქტომბრის ორგანიზატორები. აი ხო არ ფიქრობთ, რადგან ამბობთ, რომ ეს არის ზღვაში წვეთი, რასაც გვისახელებენ კორუფციის ფაქტებს და რასაც გვიჩვენებენ, სინამდვილეში ხომ არ ჭირდებათ ამისთვის, ან მეორე თემას შემოვიტანდი, სულ ქონდა ჩვენ ეს ინფორმაცია ბოლო პერიოდში რაღაც უზარმაზარ ფულზე, გამქრალ მილიონებზე, რომლის ჩატანასაც ითხოვდა ივანიშვილი ყოფილებისგან, მათ შორის სახელდებოდნენ ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, გომელაური, რომელიც როგორც ჩანს გამორიცხა ივანიშვილმა, იმიტომ რომ ამას წინათ ქართული ოცნების ღონისძიებაზე საგანგებოდ იყო ის მიწვეული და მე საგანგებოდ მისი ფოტო გაავრცელეს, ანუ აი რა შეიძლება ეს უკავშირდებოდეს. ბიჭებო, ფულს ჩამოიტანთ თუ პოლიტიკურად სჭირდებათ ახლა. დიახ, აი მაგალითად დღეს გაჩნდა შეკითხვა იყო მოლოდინი, რომ ხო არ არის ეს 400 მილიონი ან 100 მილიონი და ბევრს ეცოტავა, ბევრს ებევრა, რატო 7 მილიონი. რატო ესეთი მცირე მაგალითები, ამას აქვს ორი ახსნა. ინგა, ერთი რა თქმა უნდა, მათ არ სურთ რომ საზოგადოება სრული სურათი ანახონ, იმიტომ რომ ეს რა თქმა უნდა მათ პოლიტიკურად ისედაც განულებულები არიან, მაგრამ მნიშვნელოვნად კიდევ უფრო მეტად დააზიანებთ, მათ შორის იმ თავის მხარდამჭერებში, რომლებიც
ჯერჯერობით კიდევ თქვა შენარჩუნებული ყავთ, იმიტომ რომ იმ მასშტაბის კორუფცია რაზედაც დიდი დაბნევაა და დღეს დიმიტრი სამხარაძე ბოდიში ირაკლი აქვე ჩაურთა უბრალოდ პოსტი გამოუცხო მაგ ადამიანებს და თავის მხარდამჭერებს ეკუთვნოდა ეს პოსტი და შეახსენა რომ აი გახარიას ღალატთან დააპარალელა ასე ვთქვათ მათი პოსტები და მინისტრების დაჭერას გამოეხმაურა, მაშინაც საინტერესო ის ქონდა დაახლოებით ასეთი ისო ჩვენ წელებზე ფეხს ვიდგამთო რომ სახელმწიფოს ვემსახუროთო და თურმე აქ ვიღაცები ფულს იპარავენო, დამშვიდდეს ყველა იპარავს ქართულ ოცნებაში ფულს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ და იპარავენ გაცილებით დიდი მასშტაბით. ამიტომ სრული მასშტაბის ჩვენება ერთი მხრივ საზოგადოებრივად რა თქმა უნდა დააზიანებს ივანიშვილის რეჟიმს და მეორე კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ის ციფრები, რასაც ისინი იტყვიან ოფიციალურად, რასაც ისინი იტყვიან საჯაროდ, ეს იქნება თანხები და ქონება, რომელიც უნდა მიემართოს სახელმწიფო ბიუჯეტში. ანუ რომელიც შემდგომ უნდა მოხმარდეს სახელმწიფო და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, სოციალური, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური თუ სხვა მიმართულებით. ამიტომ ისინი ამბობენ მცირე ციფრებს, ოფიციალურ ბრალში წერენ იმ ფორმულირებებს, რომლებიც საკმარისია, რომ ეს ადამიანები იქნენ დადანაშაულებული და აღმოჩნდნენ ციხეში და კონდეთ ასე ვთქვათ მჟავდებული სტატუსი და ამის მიღმა, რაც მათ მოპარული აქვს, რა თქმა უნდა, როგორც ჩანს, გარჩევები გაგრძელდება არა პროკურორის ან სასამართლოს დარბაზში, არამედ გაგრძელდება სხვადასხვა ოფისებში, სადაც მათ მოუწევთ თუ ამ შემთხვევაში 7 მილიონზეა საუბარი, შეიძლება 70 ან 100 ან 150 ან 200 მილიონის მიტანა. ამიტომ კიდევ ერთხელ ხაზგავსვა მთავარი რის გამოც ჩვენ ვხედავთ მცირე მასშტაბს არის ის, რომ შემდგომ აი ეს დიდი ოდენობით ამ კორუმპირებული ჩინოვნიკებისგან ამოღებული ფული არ წავიდეს ბიუჯეტში. ანუ არ მოხმარდეს საზოგადოებრივ სიკეთეს და არ მოხმარდეს იმ ადამიანებს, ვისაც ეს ფული მოპარეს. ამის ნაცვლად მათ სურთ, რომ ეს მოპარული ფული დარჩეს მოპარული, უბრალოდ ერთი ჯგუფის ხელიდან გადავიდეს სხვა ჯგუფის ხელში და ერთი ჯიბიდან გადაიდონ მეორე ჯიბში. ხოლო ჩვენ შევჩება სეირი და სანახაობა, შევჩება დაჭერილი პრემიერ-მინისტრი თუ მინისტრები, რომლებიც ჩემი გადასახედა, ჩემი შინაგანიწვევით ნამდვილად იმსახურებენ ამას და კი, რადგანაც ითქვა, რომ ეს უკანონო ასე თანხა არის ამოღებული, ამის გაგრძელება არის ესეთი, რომ არ უნდა უთხრანო, ეს კანონიერად გქონიათ ეს 7 მილიონი დოლარი ნაშოვნი და გიბრუნებთ და ბოდის გიხდით, ან რა თქმა უნდა, მათ ბრალი უნდა წაუყენონ. მეორე საკითხი დაიჭერენ თუ არა, წმინდა სამართლებრივი საკითხი, შეიძლება გირაოს ქვეშ დატოვონ თუ საპატიმროში გაუშვან, ეს კიდე პოლიტიკური საჭიროება როგორი ექნება და პოლიტიკური შოუსთვის როგორ ასე გადაწყვეტენ. ფაქტია ივანიშვილმა. კი ბატონო, ამიტომ ეს კიდე მეორე საკითხია, მაგრამ ის რომ მათ ბრალი წარედგინებათ ეს უკვე ცალსახა და აშკარაა, იმიტომ რომ ამ ჭხრა არც იმას გამოურიცხავ, ამ ჭხრეკის დადასტურება სწორედ თქვენი გადამხები ჯგუფების გამო მოუწიათ და იფიქრეს, რომ ახლა სანამ ტელევიზია იტყვის ჯობია თავად ვაღიაროთ, რომ ამ ტიპის ჭხრეკებს ვატარებდით, ნამდვილად არ გამოურიცხავ ამას, თუმცა რადგანაც ამ ჭხრეკის დადასტურება მოუწიათ, რადგანაც მოუწიათ ინფორმაციის გავრცელება, რა მოიღეს და ჩვენ ვნახეთ, რომ ის ქონებაც მათი სახლებიდან ამოღებული მრავალმილიონიანი ქონებაც ძალიან შთამბეჭდავია იმ ღარიბი საზოგადოებისთვის, რომლისგანაც მოპარული ფულით არის შექმნილი ეს სიმდიდრე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ალბათ იმის 5 და 10%-იც კი არ არის, რაც რეალურად შეიძლება ბრალი წაუყენო ამ ადამიანს. აი კონკრეტულად ღარიბაშვილის, ლილუაშვილის მიმართულებით ფარცხალაძის, ხო ჩვენ ფარცხალაძის თემა ჯანგველაძის მკვლელობის თემასთან ერთად შეიძლება ჩვენ განვიხილოთ, თუმცა მაინც ველოდებით და საგანგებოდ არ ვაკეთებ ახლა მე ამ გადაცემაში ამაზე აქცენტს, ველოდებით დავუშვათ იგივე ამ მიმართულებით საბოლოოდ რას გვეტყვის გამოძიება, მაგრამ ღარიბაშვილმა გადასარევად იცოდა ლილუაშვილმაც საერთოდ ამბობდნენ რომ მათ უკვე პასპორტები ჩამორთმეული ქონდათ ქვეყნიდან ვეღარ გადიოდნენ და გადასარევად იცოდა რომ უთვალთვალებდნენ კი არა, ანუ მას და ჭხრეკაზე შევიდოდნენ და შეიძლება დაიჭირონ კიდეც და იმდენად კარგად იცოდა რომ მაგალითად თავის ყოფილ თანაგუნდელებს მოდით ის კადრი ვაჩვენოთ რა ქუდებით რომ ხვდებიან ერთმანეთს ნოდარმელაძის შაბათმა რომ გადაიღო თავის ყოფილ თანაგუნდელებს აი ესე შენიღბული ხვდებოდა, ანუ აი ნახეთ ორი ყოფილი მინისტრის შეხვედრა თავზე ჩამოფხატული ქუდებით, ანუ ისეთ ადგილას ხვდებიან ერთმანეთს, სადაც ივანიშვილის თვალი და ყური ვერ უნდა მიწვდეს. აქედან გამომდინარე არის ხო ვარაუდი რომ ყველაფერი კონტროლდებოდა, სადაც გამდა ნაბიც ირაკლი ღარიბაშვილი, ეს ყველაფერი იცოდა ბიძინა ივანიშვილმა და მსგავსი შეხვედრები ეს იქნებოდა აზარაშვილი თუ შეიძლება ქარსელაძე, სხვა შორის რატი ბრეგაძის თემაც საინტერესოა და შემოიტანენ თუ არა, იმიტომ რომ ისიც იყო ღარიბაშვილის თანაგუნდელი და მის გაშვებას
მასთან ერთად გაუშვეს იცის მინისტრთა კაბინეტიდან. ანუ დღეს შეიძლება თუ არა ვთქვათ ირაკლი რომ კობახიძე, მდინარაძე ეს ახალი თაობის მეოცნებები მტკიცებულებებით შეიარაღებულები მივიდნენ ივანიშვილთან და დაუდეს რამე მტკიცებულებები ღარიბაშვილზე თუ ეს იყო პირდაპირ ივანიშვილისგან გაცემული დავალება რომ შეისწავლეთ და გამოიძიეთ და თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ მაგალითად ამ პირების თაობაზე კორუფციასთან მიმართებაში რაც შეეხება კორუფციას ამის არაერთი მაგალითი თქვენ ტელევიზიასაც გავრცელებია ჩვენს გვისაუბრია ხო იგივე ღარიბაშვილის ოჯახი როგორც ივანიშვილსაც კი დადასტურებული აქვს, როდესაც პირველად პრემიერ-მინისტრობიდან გადააყენა მან თქვა, რომ მას თავის ნათესავებთან და ოჯახის წევრებთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემები, ხო, კარგად ვიცით. ეგ პირველ ჯერზე, მაგრამ მე მაინც მოაბრუნე. კი ბატონო, ანუ ის რომ თავად კორუფცია ივანიშვილს არ აწუხებს, ამის თქვა მინდოდა, რა თქმა უნდა, ეს ცალსახაა. ის რომ კობახიძე და მდინარაძე, რომლებიც 6 თუ 7 წლის განმავლობაში დეპუტატები იყვნენ და რეალურად აკონტროლებდნენ პარლამენტს, მოდი ასე ვთქვათ, ისეთი სათამაშო დეპუტატები კი არ იყვნენ, რომლის გავსაც ახლა ბევრს ხედავთ პარლამენტში, ხო? ანუ ის რეალურად იყო კონსტიტუციურად ვალდებული ეს საკითხები, არა მხოლოდ თავად მოეკვლია, არამედ რეაგირება მოეხდინა, როდესაც თქვენ საუბრობდით თუ ჩვენ საუბრობდით, მინიმუმ მას უნდა შეემოწმებინა სახელმწიფო აუდიტისთვის შეეძლო დაევალებინა და ასე შემდეგ. ანუ რეალურად არანაირი ბრძოლა ჩვენ კორუფციასთან არ გვაქვს. მაშინ რასთან გვაქვს საქმე, ხო? არის ეს შიდაკლანური ბრძოლა ივანიშვილის კარზე, კობახიძის კლანს და ღარიბაშვილის კლანს გონი შეიძლება, იმიტომ რომ ასევე ძალიან ცნობილი ფაქტია, რომ კობახიძე ღარიბაშვილს ერთმანეთს შორის კარგი ურთიერთობა ნამდვილად არ ქონია და უწევესი დაპირისპირება ჰქონდათ. უკავშირდება მათ შორის კალაძესთანაც ძალიან მწვავე დაპირისპირება ჰქონდა ღარიბაშვილის ჯერ კიდევ პირველი პრემიერობის დროს. ეს დადასტურებულია, ეს შეიძლება ამაზე ხმამაღლა არ საუბრობენ, მაგრამ ცნობილი ფაქტია, რომ ძალიან მწვავე დაპირისპირებაში იყო ირაკლი ღარიბაშვილი ჯერ კიდევ პირველი პრემიერობის დროს კახა კალაძესთან, რომელიც დღეს ირაკლი კობახიძის უახლოესი. რაც შეეხება კალაძეს, ასევე კარგი მაგალითია, რომ რეალურად ჩვენ არ გვაქვს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, იმიტომ რომ თუ კი რომელიმე უწყება გამორჩეულად კორუმპირებულია ამ ქვეყანაში, ეს არის სწორედ კალაძის მერია და შეუძლებელია ვინმე საუბრობდეს ამ ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და არ იყოს რეალური შესწავლის საგანი თბილისის მერიაში არსებული ის კორუფციული, მსხვილი კორუფციული გარიგებები. მე არ ვსაუბრობ ახლა რომ პირადად კალაძეს უნდა წარუდგინოთ ბრალი თუ არა, მაგრამ ჩვენ ვიცით ათეულობით, ალბათ ასეულობით და ყოველ წვრილმანი კორუფციით დაწყებული ძალიან მსხვილ მასშტაბიანი სამშენებლო სექტორი იქნება, ნებართვების გაცემა იქნება, იქაც აუქციონები და რაღაცის გაყიდვა იქნება თუ ასე შეიძლება მაგალითად იგივე ბურჭულაძე და კალაძის საკითხი რო ავიღოთ, ხო? 9 მილიონიანი ქონება რომელიც იყო სატრანსპორტო კომპანიის დასასვენებელი აგარაკები კიკეთში კალაძე, რომელიც შეფასებული ჰქონდა მის სატრანსპორტო კომპანიას 9 მილიონ ლარად, 3 თუ 4 წლის უკან მინისტრ ბურჭულაძის დედის კომპანიას მიყიდა 4 მილიონ ლარად დაახლოებით. ანუ 50%-ზე მეტით უფრო იაფად ეს იყო უხეში ძალიან კანონდარღვა, თავის დროზეც ამაზე ვსაუბრობდით, აი ერთ ძალიან მარტივ თემაში, რა თქმა უნდა, იქ შემდგომ რაღაცა აშენდება და 4 და 9 მილიონზე კი ვსაუბრობთ, შეიძლება ათეულობით მილიონი ლარის მოგებაზე ვსაუბრობდით, მაგრამ მათ შორის ის ადამიანებიც კი ვინც დღეს დაჭერილია არის ავარაუდო კორუფციული სქემებით გადაბმული კალაძესთან და როდესაც კალაძის მერიასთან კიდე ერთხელ ვიმეორებ ჯერჯერობით არანაირი და ხაზგაუსვამ რომ ჯერჯერობით, იმიტომ რომ არ გონია რომ კალაძეს რაღაცნაირად თავს ბრონში და დაცულად გზნობდეს, როდესაც იმის მიუხედავად რომ მესამედ მერი გახდა მათივე წარდგენი. კი ბატონო, მე რა თავისუფლად შეიძლება, მე არც ეს გამიკვირდება რომ კალაძის კიდე ერთხელ ვიმეორებ პირველ რიგში კალაძის მერიაში შეიძლება ის იყოს მოადგილეების დონე თუ სამსახურის უფროსების იქაც გააქტიურდეს ვითომ კორუფციასთან ბრძოლა და საბოლოო ჯამში ეს მიიყვანონ კალაძეს. სხვა შორის ცოტა არ ვიცი ამდენად ამ თემებზე ხუმრობა შეიძლება, მაგრამ მაგალითად კალაძე ღარიბაშვილის ურთიერთობა რომ დაგიხასიათოთ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ღარიბაშვილმა აი მოსაშვილზე, სადაც ის ახლა ცხოვრობს, ფასადი შეღება უკანონოდ და კალაძე მის დააჯარიმა 11000 ლარი და ახლა მეზობლებს მოუწევთ იმ 11000 ლარის გადახდა, თუ კი ღარიბაშვილი იქნება დაპატიმრებული, ასე რომ კალაძემ შეიძლება ითქვას, რომ წიხლიც მიაყოლა გარკვეული თვალსაზრისით, ასე ვთქვათ, კალაძისგან ღარიბაშვილის დაჯარება
დაჯარიმება. კორპუსი დაჯარიმდა ასე ვთქვათ და იქიდან გამომდინარე რომ ღარიბაშვილმა შეღება გასაგებია რომ ღარიბაშვილს უნდა გადაეხადა, მაგრამ თუ კი ის აღმოჩნდება ციხეში ეს შეიძლება აღმოჩნდეს მეზობლების პრობლემა. აი რა შეიძლება ითქვას კონკრეტულად ღარიბაშვილთან დაკავშირებით, ანუ რა ფული შეიძლებოდა მას ეშოვა, გნებავთ იგივე ლილუაშვილსაც, ფარცხალაძეზე, აი კითხვის დასმაც კი არ მინდა, იმდენად გამოკვეთილია მის ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის მიერ FSB-ს აგენტად ოფიციალურად დასახელებულ პირზე ვსაუბრობთ, რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კაცი და ყველას ბიზნესში ეჯდა და რომლის გამოც ეროვნულ ბანკს რა მავნებლობები და რა საშინელებები აკეთებია. ასევე რომელმაც საკუთარი კორუფციული გარიგების გამო თბილისის მერიასთან სწორედ ასე ვთქვათ ფიზიკურად იძალა და სახელმწიფო აუდიტორზე, ხო? და მან იყო ის კაცი, წეგან მე არ ვიცოდი, ნოდარ მელაძე ყვებოდა ეს მიხეილ ჩოხელის. ზუსტად მაგ შემთხვევაზე ლაშა თორდიას ცემის ფაქტი. რაც შეეხება ლილუაშვილს კიდე გიმო, რაიმე ჩვენ ხშირ შემთხვევაში ხელისუფლების პროპაგანდა იყო რა, ხო? მუდმივად გვიპირისპირებდნენ ერთ არგუმენტს, რომ ეს ხალხი იტყუება. ყოველგვარი ტკიცებულების და საფუძვის გარეშე. აი ახლა მეც ჩემ მიერ მოკლეული ან თქვენს მიერ მოკლეული მასალებიც რო არ მოუყვედა საზოგადოებას უბრალოდ უთხრა, რომ მაგალითად ლილუაშვილის ფაქტობრივად ოჯახის წევრი პაიკიძე, ხო, რომლის კომპანიაც 2019 დაფუძნებული იყო, მე მგონი 2013 წელს, 2019 წლიდან, ანუ მას შემდეგ რაც ლილუაშვილი დაინიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად იწყებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას 100 მილიონ ლარზე მეტის შესყიდვა ჰქონდა განხორციელებული და 4 მილიონი ლარის გაფლანგვაზე კი წაუყენეს კიდეც ბრალი. ოღონდ კიდე ერთხელ გავიმეორებ, იმ 100 მილიონში და 200-ში და მილიარდში მარტო 4 მილიონი, 1 მილიონი და 3 ლარი რო იყო დარღვევა ვისჯერა. ხო, ამას ხო საკუთარი ქართული ოცნების ხარდაჭერებსაც ვერ დააჯერებენ და რომ ახსენეთ თქვენ, ხო? ანუ წლების განმავლობაში ამ გაკეთებული საქმეებით, მათ შორის ტენდერებით გაკეთებული საქმეებით ქართული ოცნება იწონებდა თავს. მათივე დეპუტატი იყო საკრებულოში, ანუ მისი გაკეთებული საქმეებით ქართული ოცნება ამომრჩეველს აწონებდა თავს. ეხლა დასჭირდა. ეხლა გამოვიტანოთ წინ, ეხლა დასჭირდა პაიკიძეზე და სხვებზე და გადაწყვეტილება მიიღეს და გამოაცხადეს ეხლა, რომ აი რაღაცა ეს. მეორე თემა შემოვიტანოთ რიჟვაძე. ეს ისეთი ბურუსით მოცული ამბავია, ჯერ საერთოდ არ ვიცი ჩვენ როგორ არის ეს ახალგაზრდა კაცი. კაცმა წერილი დაწერა, რომელიც თავისივე მედიას გაავრცელებინეს, რომ კორუფციას მაბრალებენ. ანუ ეს ყველაფერი ხო აქედან დაიწყო, არა? ანუ რაღაცა უზარმაზარ ფულზე არის საუბარი, რომელშიც ამათ წილებს ითხოვენ. კი, ანუ რიჟვაძის შემთხვევა რა თქმა უნდა ძალიან ბურუსით მოცულია, თავად წერილის საკითხიც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანს ბადებს, იმიტომ რომ ადამიანი თავს ეკლავდეს და წერილს იწყებდეს, რომ ივანიშვილი არაფერ შუაშია, ასე იწყებოდა ეს წერილი, რომ არაფერ შუაშია ივანიშვილი და ქართული ოცნება ცოტა უცნაურია, თუმცა გასაგებია ექსპერტიზები უნდა ჩატარდეს, არა ამ რეჟიმის პირობებში, არამედ ნორმალური ექსპერტიზის და ნორმალური გამოძიების პირობებში ყველაფერს პასუხი გაეცემა. თუნდაც ეს ახალგაზრდა მieყვანა თვითმკვლელობამდე და თავად ჩაედინა ის რაც მოხდა, გასაგებია რომ მას ჰქონდა უმძიმესი პრობლემები და უმძიმესი წნეხი. და ახლა იმის მტკიცება რომ ეს წნეხი მოდიოდა ჩემგან და თქვენგან თუ თქვენი საგამოძიებო ჟურნალისტებიდან ან საზოგადოებისგან, რა თქმა უნდა ეს უბრალოდ დაუჯერებელი იქნება გულხურვალე ქართული ოცნების ხარდაჭერისთვისაც და ხო, იგივე თუნდაც თავად რიჟვაძის ოჯახის წევრებისთვისაც, ხო, იმიტომ რომ რაც შემოგთავაზეს და უნდათ შემოეჩეჩებინათ საზოგადოებისთვის ვერსიად, ხო, თავად კობახიძეც კი აკეთებდა ამ საკითხებზე კომენტარებს და სხვები, რომ რეალურად კი ამ ადამიანს ჰქონდა მძიმე ფსიქოლოგიური ფონი, იმიტომ რომ თურმე ჩვენ ვაბრალებდით მას რაღაც კორუფციულ გარიგებს და ეს რა თქმა უნდა არის აბსურდი და სისულელე. რაც შეეხება ღარიბაშვილს, ასევე ღარიბაშვილზე იკითხეთ, ეხლა მის კორუფციაზე საუბარი, უბრალოდ ალბათ კონკრეტული მაგალითების მოყვანაც კი არ არის საჭირო. ეხლა თუნდაც მამამისი ავიღოთ თუ კახეთში როგორ განივცო მათი ქონება თუ თავად როგორ სამკაულებს თუ აქსესუარებს ატარებდა, რამდენი 10,000-ის ღირებულების და ამოუღიათ კიდეც ალბათ ნაწილი, ეს ყველაფერი მიგვანიშნებდა, რომ რა თქმა უნდა ის იყო უსაზღვროდ და უდონოდ კორუმპირებული. ნებართვა ქონდა მას ამ დაშვება ქონდა, რომ კორუფციაში ყოფილიყო თქვენი აზრით ჩართული თუ გადააჭარბა დასაშვებ ზღვას. ორივე შეიძლება იყოს. ის რომ კორუფცია ივანიშვილისთვის არის მისაღები და დასაშვები, ეს
ნამდვილად ასე ვთქვათ, არავისთვის არ მგონია რომ ახალი იყოს და გასაკვირი იყოს, იმიტომ თუნდაც ღარიბაშვილის შემთხვევა, რომელიც სწორედ კორუფციული ბრალდებებით გაუშვეს და შემდგომ პრემიერ-მინისტრად დააბრუნა, აჩვენებს, რომ მას კორუფციაზე როგორც ასეთზე პრობლემა არ აქვს. გავიხსენებდი იგივე ივანიშვილის პრემიერის, ასევე გახარიას ციტატასაც კი, სადაც ისაუბრებდა, რომ ქართულ ჯიგრულ პონჩი ვიღაცამ რაღაცას თუ მიცა, ეს კორუფცია არ არის. კი, ასე ესმოდათ ქართულ, ეს მხოლოდ გახარიას წამოსცენა კი არ იყო თავის დროზე. ასე ესმით ქართულ ოცნებაში, რომ ქართულ ჯიგრულ პონჩი თუ მე შენ ერთი კორპუსის ნებართვა მოგეცი, რატომ არ შეიძლება რომ 1 მილიონი ლარი უკან მომიტანო იმ სამიდან, რომელიც შენ უნდა იშოვო. რა თქმა უნდა, ივანიშვილისგან კორუფცია ნებადართული და დაშვებულია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ არსებობს თითქმის ჩინოვნიკი ქართული ოცნების პირობებში, რომელიც არ იყოს კორუმპირებული. ამიტომ ამ თვალსაზრისით რა მოხდა, გადააჭარბეს თუ და ამაზე აღშფოთა ივანიშვილი, დააჯერეს რომ 4 ოქტომბერთან იყო კავშირში და ამაზე აღშფოთა ივანიშვილი, დააჯერეს რომ ისინი რაღაცა ამერიკელებთან ითანამშრომლებდნენ ივანიშვილის საწინააღმდეგო. შეიძლება ჩვენ საინტერესო რამ არის წეგანეკა შეეხო მაგას სანქციების დასასანქციებელთა სიის მიღმა აღმოჩნდნენ ღარიბაშვილიც და ლილუაშვილი. ღარიბაშვილი კი, ლილუაშვილი მაინც რაღაცა ქვეყნების სასანქციო სიაში მოხვდა. ხო, შეიძლება ამაზეც ეჭვიანა ივანიშვილს, უბრალოდ ამაზე მარჩელობა არ ღირს. რაც ჩვენ უნდა დავინახოთ და რაც საზოგადოებამ უნდა მიაქციოს ყურადღება, კიდევ ერთხელ არის რომ სისტემა იყო უდონოდ გახრწნილად კორუმპირებული. ისინი იპარავდნენ ბავშვის საბავშვო ბაღის ასაშენებელ ფულსაც კი რეგიონში, სადაც სიღარიბე კიდევ უფრო დიდია და გაჭირვება ბავშვებისთვის, ვიდრე შეიძლება იყოს დიდ ქალაქებში. აი, ესეთი ბავშვები დატოვეს ბაღების და სკოლების გარეშე და ეს ფული ჩაიდეს ჯიბეში. იგივე პაიკიძის კომპანიამ ხო იყო ამაზე ჟურნალისტური გამოძიებები, შოუში არ გააკეთა ნაპირსამეგრი სამუშაოები. უკავშირდებოდა თუ არა ის შემდგომ მოხდარი ტრაგედია ამ ნაპირსამაგრის სამუშაოების არ შესრულებას, ეს მე არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ადამიანებმა ისეთ სენსიტიურ პროექტში შეეძლოთ, რომ ფული მოეპარა და გაეფლანგათ, რომელიც სავარაუდოდ ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს უკავშირდება. აღარაფერს საუბრობ, ხა სამტედია გრიგოლეთის მონაკვეთი მილიარდი როა დახარჯული და დღემდე რო ვერ გაუხსნიათ, აღარაფერს საუბრობ ფარცხაძესთან დაკავშირებულ DGG-ების სკანდალზე, სადაც ასეულობით მილიონი ლარის ზიანი მიიღო ბიუჯეტმა, გახსოვთ ხო? მოჩვენებითად ასე თქვა თაღლითურად ქმნიდნენ რაღაც დოკუმენტაციას და შემდგომ ვითომ გადასახადებს ითვლიდნენ ბიუჯეტში და შემდგომ ფინანსთა სამინისტრომ მაშინდელმა თქვა რომ პროგრამას ჰქონდა ხარვეზიო ფინანსთა სამინისტროს მიერ დაწერილი პროგრამას და უბრალოდ ერთი საშუალო დონის ჩინოვნიკიც კი არ დაუდიათ ბრალი. რანაირად შეიძლებოდა ეს მოხდარიყო ასეულობით მილიონი ლარის ზიანი მიიღო ბიუჯეტმა და დაბალი დონის ჩინოვნიკმაც კი არ მიიღო 700 მილიონის გაправება, რომელიც ბოლოს გვიქხეს და მე ვერ გავიგეთ ვიღაც ორი ჯიხურის კაცის დანაშაულად გამოაცხადეს 700 მილიონზე მეტი თანხის გაправება, გათეთრება. კარგით, დიდი მადლობა ირაკლი, მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად, ნახოთ როგორ განვითარდება პროცესები. მე მაქვს ასეთი მოლოდინი, რომ შესაძლებელია კორუფციის პარალელურად ისინი რაღაც სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში იქნენ დადანაშაულებული. ისევ გამოვდივა, რატომ აქ ეს მოლოდინი ირაკლი კობახიძის იმ ბოლო პერიოდის არაერთგზის განცხადებისა. კიდევ ერთხელ იმ ხაბეიშვილთან იყვნენ კავშირზე. იმ დათქმით, რომ ყველა ეს კორუფციული ბრალდება ჩემთვის დამაჯერებელია და მათ უფრო მსხვილი ბრალდებებიც კი უნდა წაეყენოთ, მაგრამ რა თქმა უნდა უშვებ კი არა, რა თქმა უნდა ცხადია რომ ამას პოლიტიკური საჭიროებისთვის იყენებს ახლა ივანიშვილი და ეცდება რაც შეიძლება მეტად პოლიტიკურად გამოიყენოს ეს საკითხი და არანაირი ინტერესი რომ კორუფციის გამო დასაჯოს ღარიბაშვილი, რომლის საარაკო კორუფციაზეც ასე ვთქვათ ლეგენდები დადიოდა მართლაც და არც ერთ საგამოძიებო გამოშვება არ ყოფილა რომ მასთან დაკავშირებული რაღაც კორუფციაზე არ გესაუბრათ, ან ცხადია რომ ივანიშვილმა ეს იცოდა, ახლა უბრალოდ რაღაც პოლიტიკური კონიუნქტურის და პოლიტიკური საჭიროებიდან გამომდინარე, მას ჭირდება რომ ეს ადამიანი აღმოჩნდეს ბრალდებაში. დიდი მადლობა ირაკლი